მოგესალმებით მეგობრებო. სანამ ამ ეპიკურ ამბავში გადავეშვებით, რომელიც სპორტის საზღვრებს ცდება, ერთი თხოვნა მაქვს. თუ გაინტერესებთ ხარისხიანი კონტენტი MMA-ის სამყაროზე ქართულ ენაზე, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დატოვოთ კომენტარი. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და კიდევ უფრო საინტერესო პროექტების შემოგთავაზოთ. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. 2026 წლის 14 ივნისი. ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ადგილი, რომელიც არ არის მხოლოდ პოლიტიკური ცენტრი, არამედ გლობალური ძალაუფლების, ისტორიისა და უპირატესობის სიმბოლოა. სწორედ აქ UFC ემზადება გადალახოს ყველა ცნობილი ზღვარი და ჩვეულებრივი სპორტული ღონისძიება გადააქციოს რაღაცად, რაც მსოფლიოს მანამდე არ უნახავს. UFC White House-ი. ღამე, რომელიც შეცვლის წარმოდგენას სანახაობაზე საბრძოლო ხელოვნების სამყაროში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ქართს უკვე უწოდა ეპოქალური და განუმეორებელი. 8 ან 9 სატიტულო ბრძოლა ეს ჟღერს როგორც სიგიჟე, როგორც სიურეალისტური სიზმარი. სწორედ ამ გარემოში იწყებს ფორმირებას ისეთი დაპირისპირებებს, რომელზეც MMA-ის სამყარო მხოლოდ ოცნებას თუ გაბედავდა. ხაბიბი მაკგრეგორის წინააღმდეგ 2, ჯონ ჯონსი ალექს პერეირას წინააღმდეგ, ან ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. თუმცა არსებობს ერთი ჰიპოთეტური ბრძოლა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ეს არ იქნებოდა უბრალოდ მატჩი, ეს იქნებოდა ომის გამოცხადება. საუბარია ორ მებრძოლზე ერთი და იმავე მკაცრი და ლეგენდარული მიწიდან, კავკასიიდან, რეგიონიდან, რომელმაც გამოჭედა დღევანდელი სპორტის ყველაზე საშინი და პატივსაცემი მეომრები. დაღესტანი და ჩეჩნეთი. ორი სკოლა, ორი იდენტობა, ორი ამაყი ხალხი, რომლებისთვისაც ბრძოლა კულტურაა, ხოლო წარმატება ბედისწერა. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის რეიტინგის პირველი და მესამე ნომრის შეჯახება. ორი აბსოლუტური სუპერვარსკვლავი, რომელთაც მილიონობით ფანი ყავთ. დღეს ეს შეხვედრა შეუძლებელად გვეჩვენება წონითი კატეგორიების თუ სხვადასხვა გარემოებების გამო. მაგრამ თუ ის ოდესმე რეალობად იქცევა, ისტორია თავიდან დაიწერება. მოდით ჯერ ხამზად ჩიმაევზე ვისაუბროთ. ბორზი დაიბადა ჩეჩნეთში, სოფელ გვარდეისკოეში. მისი ხასიათი და დისციპლინა სწორედ მშობლიურ მიწაზე ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ის შვედეთში გადავიდა, რათა თავისი ოცნება აესრულებინა. ჭიდაობიდან შერეულ ორთაბრძოლებში გადასულიყო. მისი კარიერა 4 უნციანი ხელთათმებით ელვისებურად განვითარდა. UFC-ში ხამზატი არ შემოსულა იმისთვის, რომ ნელ-ნელა აეშენებინა გზა. ის მოვიდა დასანგრევად. მისი პირველი ბრძოლები იყო მოკლე, სასტიკი და ცალმხრივი. რამდენიმე წუთში, ხანდახან კი რამდენიმე წამში ის ანადგურებდა გამოცდილ მეტექოებს. გაჩნდა განცდა, რომ ის იყო ათლეტი ყოველგვარი მასშტაბების მიღმა, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ის მორნაცველეობდა საშუალო და ქვესაშუალო წონებს შორის. მისი ჭიდაობა იყო დამთგუნალი, ხოლო გრაპლინგი ფენომენალური. თუმცა ამ გიჟურ რებასყვლას ტიტულისკენ მძიმე დაბრკოლებები შეხვდა. ჯანმრთელობის პრობლემები, COVID-19, ჰოსპიტალიზაცია და ტრავმები. თვეების მანძილზე მისი სახელი მითოლოგიურად ჟღერდა. ბევრს ეგონა, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ ჩეჩენმა მგმამ დაატმინა, რომ მისი გატეხვა შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც ქვესაშუალო წონაში, ანუ 170 ფუნტში წონის კლება მისთვის კოშმარად იქცა, მან მიიღო განუვავალი გადაწყვეტილება. გადასულა 190 ფუნტში, ანუ საშუალო წონაში. სწორედ აქ ვიხილეთ ნამდვილი ხამზატი, თავისუფალი და ფიზიკურად დომინანტი. კამარუ უსმანთან მძიმე ბრძოლის შემდეგ მოვიდა მისი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი. UFC 304 რობერტ ვიტეკერის წინააღმდეგ. ვიტეკერი, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და სრულყოფილი მებრძოლი ისტორიაში, ხამზატმა ისე დაამარცხა, რომ ერთი დარტყმაც არ მიიღო. მან დაამტრია მეტოქეს ყვაბი და მთელ მსოფლიოს აღჩვენა თავისი ძალა. ამის შემდეგ ტიტულის მოპოვება მხოლოდ დროის საკითხი იყო. UFC 314 გახდა ისტორიული თარიღი, სადაც ხამზატმა 5 რაუნდიან ბრძოლაში სრული დომინაციით მოიპოვა ქემარი. ეს არ იყო მხოლოდ მაგანვეჯება, ეს იყო გროზნოს ნანგრევებიდან დაწყებული გზის კულმინაცია. ხამზატმა დაამტკიცა, რომ ის არის ყველაზე რეალური და საშიში მებრძოლი UFC-ის როსტერში. ხამზატის ქარიშხლიანი აღზევების პარალელურად სამყარო მიხილა სხვა ძალის გაბატონება. ისლამ მახაჩევი დაიბადა დაღესტანში, მიწაზე, სადაც ბრძოლა არა მხოლოდ სპორტი, არამედ აღზრდის ფორმაა. ის გაიზარდა კულტურაში, სადაც დისციპლინა ნიჭზე მაღლა დგას, ხოლო თავგანწირვა წარმატების ერთადერთი წინაპირობაა. ბავშვობიდანვე ისლამი ეუფლებოდა ჭიდაობასა და საბრძოლო სამბოს. ეს იყო ბუნებრივი გზა, რომელსაც ის წლების შემდეგ თანამედროვე MMA-ში დაღესტნური სკოლის უპირატესობის სიმბოლომდე უნდა მიიყვანა.
UFC-ში მისი შესვლა ჩიმაევისგან განსხვავებით ხმაურისა და მედიის ყურადღების გარეშე მოხდა. მიუხედავად ერთი ადრეული მარცხისა, რომელმაც მის თითქმის სრულყოფილ კარიერას დაღი დაასვა, მახაჩევი არ გატყდა. 10 მატჩიანი გამარჯვების სერიით მან ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია მსუბუქი წონის ტიტულს, რომელიც მანამდე მის მეგობარსა და უფროს ძმას, ხაბიბ ნურმაგომედოვს ეკუთვნოდა. გარდამტეხი მომენტი UFC 280-ზე დადგა. ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში ისლამი ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა. ადამიანს, რომელიც დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ფინალიზატორად ითვლებოდა. თუმცა იმ ღამეს მახაჩევმა დაამტკიცა, რომ დაღესტნური სკოლა სხვა საფეხურია. მან გაანეიტრალა ოლივეირას ყველა იარაღი, დააგდო ის ნოკდაუნში და დააჩება. 2022 წლის 22 ოქტომბერს აბუ-დაბიში ისლამ მახაჩევის სახელი უკვდავი გახდა. ეს გამარჯვება მან თავის გარდაცვლილ მწვრთნელს, აბდულმანაპ ნურმაგომედოვს მიუძღვნა. როგორც ჩემპიონი, მახაჩევი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ქამრის დაცვით. მან თავისი მემკვიდრეობა ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან ფუნტი-ფუნტისთვის საუკეთესო მებრძოლთან ბრძოლაში გამოწვრთო. ურთულესორთა ბრძოლაში ისლამმა აჩვენა, რომ შეუძლია გაძლოს, მოერგოს და გაიმარჯვოს მაშინაც კი, როცა დომინაცია მყისიერი არ არის. ამას მოხვა რევანში ვოლკანოვსკისთან, სადაც ისლამმა ის პირველივე რაუნდში დაანაკაუტა. შემდეგ კი დასტინ პორიესა და რენატო მოიკანოს დამარცხება. მაგრამ სწორედ აქ მახაჩევმა მიიღო თავისი კარიერის ყველაზე ამბიციური გადაწყვეტილება. დაეტოვებინა კომფორტის ზონა და ასულიყო ზედაწონაში. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ხაბიბსაც კი არ გადაუდგამს. 170 ფუნტში გადასვლა არ ყოფილა გათვლა. ეს იყო დიდების წყურვილი. 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მედისონ სკვერ გარდენში, ისლამმა ჯეკ დელა მადელენა დაამარცხა და გახდა UFC-ს ორმაგი ჩემპიონი. მან დაამტკიცა, რომ ოქტაგონზე ყველაფერის გაკეთება შეუძლია. და აი მივდივართ მთავარ კითხვაზე. ხამზატ ჩიმაევი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგობა. ეს არ არის ბრძოლა, რომელიც რეიტინგების ლოგიკიდან გამომდინარეობს. ეს არის დაპირისპირება, რომელიც სიმბოლოების, იდენტობის და ისტორიული მნიშვნელობის სიფრთხეზე ცხოვრობს. ორი ჩემპიონი, რომლებიც დიდების ორ განსხვავებულ გზას პრეზენტირებენ. ეს მატჩი დღეს თითქმის შეუძლებლად გვეჩვენება წონითი სხვაობისა და მათი კარიერული გზების გამო. მაგრამ თუ ეს ოდესმე შედგება, განსაკუთრებით UFC White House-ის მსგავს კონტექსტში, ეს არ იქნება უბრალოდ სპორტული მოვლენა. ეს იქნება კავკასიის ამბავი, რომელიც მთელ სამყაროს მოეთრობა. ორი ხალხი, ორი ტრადიცია და უდიდესი სიამაყე ერთ ოქტაგონში. ამ ბრძოლას ახსნა არ ჭირდება. მისი სიმძიმე ჰაერშივე იგრძნობა, სანამ გალისკერი ჩაიკეტება. შესაძლოა ეს მართლაც არასდროს მოხდეს, მაგრამ თუ მოხდება, მაშინ ეს იქნება დღე, როდესაც UFC-ს ჩემპიონობის მნიშვნელობა თავიდან გადაიწერება. ეს იქნება ჭიდელი არა მხოლოდ ქამრებისთვის, არამედ იმისთვის, ვინ არის კავკასიის ნამდვილი მეფე. მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ? ვის მხარეს იქნებოდით ამ ეპიკურ ბრძოლაში? ჩეჩენ ბორზის თუ დაღესტნელ ფენომენს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ჩვენ ერთად ვქმნით ქართულ საბრძოლო სივრცეს. მომავალ შეხვედრამდე.